სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთ მოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის სულიწმინდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: სულითა წმინდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების. ესე იგი, სული წმინდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. აი, როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები იყვნენ შეშინებულები. ისინი თითქოს დაობლდნენ. წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ მათ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა მათ ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ. ნუგეშინის მცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილები ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა. და აი, მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალი იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმინდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი. გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი? თავარი მიზანი. რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების თავარი აზრი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში. დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული. თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები. ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, სიტკბოება. და აი, სულიწმინდასთან ერთად ადვილია და სასიხარულოა ცხოვრება. მაგრამ ამას რომ მივახციოთ, მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას. აი, დღეს იყო სახარებაში წაკითხული უფალი იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე. ვისაც წყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც წამს ჩემი,
მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები და შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ ისმა მორწმუნეებმა. ეს არის სწორედ სულიწმინდის მადლი. მაშინ სადამე ვიღებულობს ამ ცოცხალ წყალს, მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ წყურია, ვისაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში სურს აი ამ მადლის მიღება და მოხვეჭა და მიისწრაფის ამისკენ. აი ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოებათა გამო ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლინება. რადგან სწორედ სიმდაბლით და ლოცვით ყველაზე უკეთ მოიპოვება სულიწმინდის მადლი. მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით. უბრალო. არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება. არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. აი შეგვეციოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმინდისა და სული ღვთისას უფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება. დღეს ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაული, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და აი ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით და ლოცვა კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმინდის შემწეობის. დიდი სიყვარულით მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული. მადლობა უთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურო ჯანმრთელობა, ღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხებით ილოცება ნიკოლაძეების გვარი. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმინდის მადლი მოგმადლოთ. ჩვენთან არის ღმერთი.